Ვუბრუნდებით 4 ოქტომბრის საქმეს, რომელიც განხილვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში. ჩვენი კორესპონდენტი ნუცა ბახუტაშვილი ესწრებოდა სხდომას, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ნუცასგან ჩვენ ველოდებით დღევანდელი დღის შეჯამებას. იქამდე გეტყვით, რომ დიდ ინტერესს იწვევდა, ცხადია, რას იტყოდნენ ამ აქციის ინიციატორები, რომლებიც პირველად ნახეთ დღეს სასამართლოზე. ამ საკითხის გარშემო 4 ოქტომბრის გარშემო არაერთი შეკითხვა დაგროვილი. ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს პაატა ბურჭულაძემ პროვოკაცია უწოდა. ამ ყველაფერზე თან მიმდევრობით ნუცა ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ნუცა, ველოდებით დღევანდელი დღის შეჯამებას შენგან. ხო, დღეს საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა წინა სასამართლოს ხდომა, სადაც 10 პირის საქმეს განიხილავდა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე, თავდაპირველად იმსჯელეს აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე, შემდგომ კი საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხზე. სულ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა ბოლო გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ საქმე არსებითად გადასცა სასამართლოს განსახილველად და პრინციპში ეს იყო პროკურატურის მოთხოვნაც დაცვის მხარე მთელი პროცესის მიმდინარეობისას უთითებდა იმ სამართლებრივი საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით, რის გამოც სამართალ წარმოება საერთოდ უნდა შეწყვეტილიყო. კერძოდ ადვოკატები აცხადებდნენ, რომ არ არსებობდა მათ შორის რაიმე მტკიცებულება და მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი მაინც, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის შემხებლობას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. სხვადასხვა ეპიზოდს და სხვადასხვა მუხს ედავებიან ამ საქმეში ბრალდებულ 10 პირს და ამ საქმის ფიგურანტები, ამ ჯგუფის ფიგურანტები არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს ბრალი 3 მუხლით აქვს წარდგენილი. მათ ედავებიან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდებას და ბლოკირებას, ასევე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რასაც თან ახლავს ძალადობა და ასევე მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ადვოკატები ტოვებენ ახლა სასამართლოს. ირაკლი აბესაძე არის ჩვენთან ერთად და გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. მას ირაკლი, აქ საქმე არსებითად გადაეცა უკვე განსახილველად სასამართლოს. გითხარით, რამდენად მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება? თქვენ მთელი სხდომა უთითებდით, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტიც კი, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლე შვანგირაძემ არ გაითვალისწინა თქვენი სამართლებრივი არგუმენტაცია. ხო, მოსამართლე სასამართლო მოდის შევთანხმდეთ, რომ პირობითად ნათქვამი და გამოყენებული ცნებებია, რეალურად საქმე გვაქვს პოლიტიკურ ბრალდებასთან, ბრალდება, რომელიც დამკვეთიც არის ივანიშვილის, ბრალდებელი არის არა ის კონკრეტული პროკურორები, არამედ ირაკლი კობახიძე. შესაბამისად, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში არ გვაქვს უბრალოდ მტკიცებულებები. იმაზე არ არის მაყურებელსო კარგად ესმოდეს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელსაც რეჟიმის პროკურორი სხვანაირად აფასებს და ჩვენ სხვანაირად. ის რომ ირაკლი ნადირაძემ, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ ან სხვებმა დააორგანიზეს რაიმე ტიპის ქმედება, ამის მტკიცებულება უბრალოდ საქმეში არ არსებობს. ანუ არც ერთი მტკიცებულება არ არის ამის დამამტკიცებელი საქმეში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთ აბსურდზე, როდესაც საუბრობთ, ნათელია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან, არა კონკრეტულ ადამიანებთან, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან, რომლის დაშინების მცდელობისთვისაც დღეს ეს ადამიანები არიან ციხეში. ირაკლი ნადირაძის შემთხვევაში კონკრეტულად რა აქვს პროკურატურას წარმოდგენილი? ბატონო ირაკლი, თქვენ მის ინტერესებს იცავთ და დღეს საკმაოდ ვრცელი პოზიცია გქონდათ, თუ რის საფუძველზე ცდილობს ახლა მრავალი წლით ციხეში გამოკეტოს ირაკლი ნადირაძე? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის რომ ირაკლი ნადირაძე აორგანიზებდა რაიმე ძალადობრივ ქმედებებს, ამის მტკიცებულება უბრალოდ საქმეში არ არსებობს. რაც შეეხება მოწოდებას კონსტიტუციური წყობილების ცვლილებისკენ, ამის არის უბრალოდ მისი საჯარო გამოსვლები და ეს ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებაც და მოვალეობაც არის, რომ როდესაც ძალაუფლება არის უზურპირებული, როდესაც საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ ქვეყანა გადადის რუსულ რელსებზე და შორდება იმ არჩევანს, რომელიც ისტორიულად გვაქვს, გულისხმობ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ასეთ პირობებში მოუწოდო ადამიანებს, რომ შევიკრიბოთ, მოუწოდოთ ადამიანებს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მოუწოდოთ ხელისუფლებას, რომ უნდა გადადგნენ და ძალაუფლება გადააბარონ ხალხს, შეუძლებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს გამოცხადო დანაშაული. მადლობა ძალიან დიდი. ირაკლი აბესაძეს უსმენთ. მურთაზ ზოდელავას მეუღლეს
დღეს და ასევე მის უფლებადამცველს გავესაუბრებით ახლა პირდაპირ ეთერში. Გვითხარით დღევანდელი პროცესის შესახებ პრაქტიკულად პროკურატურის ყველა შუამდგომლობა გაიზიარა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ. ის გაეცნო თქვენს ვრცელ სამართლებრივად დასაბუთებულ პოზიციებს, მაგრამ დაეთანხმა ყველაფერში პროკურატურას. რა დევს საქმეში ამ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა არსებითი განხილვის ხდომა სულ მალე 10 დეკემბერს ჩანიშნა დღეს ირაკლი შვანგირაძე. კი ბატონო, საქმეში პირდაპირ გეტყვით არ დევს არაფერი, გარდა იმისა, რაც ყველას ერთად ნანახი არ გვაქვს. გულისხმობ პირდაპირ ეთერში განხორციელებულ მოწოდებებს, მე მათ Facebook-ზე გაკეთებულ, ასე ვთქვათ, მიმართვებს და ასე შემდეგ. სხვა საქმეში პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი არ არის აბსოლუტურად არაფერი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ჩვენ ვთქვათ, რომ მთელი საქართველო იცნობს იმ საქმის მასალებს, რომელზეც ახლა დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი. პროკურატურის ყველა შუამდგომლობა ბუნებრივია იქნა გაზიარებული და არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა ბუნებრივი არ იქნა გაზიარებული, მაგრამ ჩვენ ბოლო ერთ წლის განმავლობაში ვუყურებთ უკვე დიდი ხანია პოლიტიკური პატიმრების, ინდისის პატიმრების და ამ შემდეგ პროცესებს და მე მგონია არაფერი ახალი დღეს არ მომხდარა იმას, რასაც არ ველოდით, იმიტომ რომ ეს საქმეები წინასწარ ყველა კარგად ხვდებით, რომ იკითხება ის, რაც იწერება წინასწარ. შესაბამისად არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. ძალიან დიდი მადლობა მურთაზოდელობას უფლებადამცველს უსმენდით. დღეს 12 საათიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა 10 პირის პროცესი. პოლიტიკურად მოტივირებული არის ეს საქმე ადვოკატების შეფასებით, როგორც მოისმინეთ და ამ საქმეში მტკიცებულებად პროკურატურას წარმოდგენილი აქვს ის საჯარო განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა 4 ოქტომბრის დიდ ეროვნულ შეკრებამდე. შესაბამისად ადვოკატების განცხადებით ამ საქმეში ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნება წარმოდგენილი, რომელიც ამ პირების ბრალად შერაცხილ ქმედებას დაადასტურებს. პროკურატურა თავის მხრივ ამტკიცებს, რომ მოცულობით 39 ტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, რომელიც 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობას დაუმტკიცებს ამ ადამიანებს და მათ შორის პროკურორმაც გააკეთა ცოტა ხნის წინ განმარტება, სადაც ახსენა, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობეზე მანამ სანამ ხალხის ნაკადი იქ არ მივიდოდა, რაიმე სახის მექანიკური დაზიანება არ არსებობდა, თუმცა ამ ექსპერტიზის დასკვნასაც სადავოდ ხდიან უფლებადამცველები, ადვოკატები. დღეს როგორც გითხარით, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში.